Სამდღიანი ძებნის შემდეგ ბათუმში ზღვაში 23 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. ნოდარ დარჩიძე ზღვაში 5 ივლისს მეგობართან ერთად შევიდა და მალევე გაუჩინარდა. მეგობარმა წყლიდან გამოსვლა უნებლად შეძლო, მას კი მაშველები ეძებდნენ. მომხდარზე დამატებითი დეტალები უცნობია. წვიმამ თბილისში წუხელთ ისევ პრობლემები შექმნა. დედაქალაქის მასშტაბით რამდენიმე რაიონის ქუჩები სრულად დაიტბორა. თბილისის შემოსასვლელში კლდის ფერდი ჩამოიშალა, რამაც მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობის ნაწილი. ზუამინდობისა და ელჭექის გამო 3 რეისის გადამისამართებაც გახდა საჭირო. რამდენიმე რაიონში ავარიული დაზიანების გამო დროებით შეწყვეტილი იყო ელექტროენერგიის მიწოდება. საზოგადოებრივი მედია არ უნდა იტყუებოდეს. ბოდიშს გიხდით, რომ ამას მაინც ვაკეთებდით. ეს ტექსტი გამოჩნდა უნგრეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, რომელმაც დროებით მაუწყებლობაში აჩერა. ეთერში ახლა მხოლოდ შავი ეკრანი და საბოდიშო წერილი ჩანს. მადიარის სახელმა მთავრობამ ტელევიზიაში დროებითი მენეჯმენტი დანიშნა და პროურბანულ მიკერძოებაში ბრალდებული პერსონალი გაათავისუფლა. ამერიკამ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა. როიტერსის ცნობით, ეს გადაწყვეტილება შეერთებულმა შტატებმა მას შემდეგ მიიღო, რაც ირანმა ორშაბათსა და სამშაბათს ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებზე დარტყმები განახორციელა. გამოცემის ინფორმაციით, ირანულ ნავთობზე სანქციების ხელახალი დაწესების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ნავთობის ფასები 5%-ზე მეტით გაიზარდა.